მოგესალმებით ტოლკინის სამყაროში. დღეს უნდა განვიხილოთ მოახერხებდა თუ არა გალადრიელი საურონის დამარცხებას. სიმართლე გითხრათ, პასუხი იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ხალხს გონია. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ საურონი უძველესი სულია, რომელიც სამყარომდე არსებობდა. ამაზე წინა ვიდეოში ვისაუბრე და შეგიძლიათ უფრო ვრცლად უყუროთ. დასაბამიდან საურონი, რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მეტად ძლიერდებოდა. ის იყო უსახო, უფორმო, შეეძლო ყველაზე მანიპულაციის მოხდენა. რაც მთავარია, ის იყო მორგოთის მსახური, რაც უფრო მეტ ძალას აძლევდა. ხოლო რაც შეეხება გალადრიელს, მას უკტავი მიწების ვალინორის სინათლე ჰქონდა ნანახი, რომელიც ძალიან ცოტა ელფს თუ ჰქონდა გამოცდილი. ტოლკინმა ის აღწერა როგორც საოცრად ჭკვიანი, საოცრად ძლიერი და ისეთი, რომ მისი თვით საურონსაც კი ეშინოდა. არა იმიტომ, რომ მისი ესე პირდაპირ ბრძოლაში დამარცხება შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ მის ტვინზე ის ზეგავლენას ვერ ახდენდა, მისი შეპყრობა არ შეეძლო. მაგალითისთვის გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც ფროდომ მას ბეჭედი შესთავაზა. ეს მომენტი მთელს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო გალადრიელზე. გავიხსენოთ ჰობიტიდან მომენტი, როგორ დაიცვა გალადრიელმა გენდალფი და როგორ შეძლო მან საურონის გაწევება. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტია. აქ საურონს სარუმანი გადაბურებული არ ჰყავდა და მათი ესეთი ძლიერი პერსონაჟების ერთად ნახვა, ერთად ბრძოლა ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. ამ მომენტში გალადრიელს რომ ბეჭედი აიღო, კი, თეორიულად ის შეძლებდა საურონის დამარცხებას, თუმცა ეს არ მოხდებოდა ერთბაშად, ნელ-ნელა ის გაძლიერდებოდა, გახდებოდა დომინანტი, ბნელი დედოფალი, ბეჭედი ყველას იპყრობს და მასთან შებრძოლება არის ძალიან რთული. ასე რომ კი, ის შეძლებდა საურონის დამარცხებას, სადროთა განმავლობაში გალადრიელს უკვე ბეჭედი დაამარცხებდა. ერთი ბნელი ლორდის დამარცხების შემდეგ ის მეორე ბნელი დედოფალი გახდებოდა. და სხვათა შორის არა მარტო გალადრიელი, გენდალფიც შეძლებდა მის დამარცხებას და რა თქმა უნდა ისიც გახდებოდა ტირანი და მასაც შეიპყრობდა ბეჭედი გამონაკლისის გარეშე. ჩვენ ამის ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, ისეთი პატარა არსება როგორც იყო ჰობიტი, ბეჭედის ჩაგდებისას, ისიც კი შეიპყრო ბეჭედმა და ხელი შეუშალა, რომ ის განადგურებულიყო. რაც უფრო ძლიერია პიროვნება, მისთვის ბეჭედის ტარება უფრო რთულია. მკითხვა ასე რომ დავუსვათ, რომელი უფრო ძლიერია, გალადრიელი თუ საურონი, მე აუცილებლად ვიტყვი, რომ უფრო ძლიერი არის გალადრიელი, რადგან ძალა არ არის იმაში, თუ რამდენად ძლიერი ხარ და ვისი დამარცხება შეგიძლია. ძალა არის ის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ბეჭდის ცდუნებას და არ მოექცე მისი კონტროლის ქვეშ. მაგრამ აზრები და იდეები მაინც ყოველთვის განსხვავდება. ზოგი ფიქრობს, რომ ბეჭდითაც ვერ შეძლებდა გალადრიელი საურონის დამარცხებას. დამიწერეთ კომენტებში თქვენ როგორ ფიქრობთ და რასაც ჩავწერო შემდეგი ვიდეო.